მოვითხოვთ სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას მომხდარ დანაშაულზე და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. ასეთია ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის პასუხი 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. პარტიის წევრები განვითარებულ მოვლენებს ქართული ოცნების დეპუტატების მიერ წინასწარ ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს უწოდებენ. მათი მტკიცებით სხდომათა დარბაზში დანაშაული პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თვალწინ განხორციელდა, თუმცა სამართალდამცველი ორგანოები ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებენ. ოცნების დეპუტატების მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაული, კერძოდ წინასწარ ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა დეპუტატებზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ვერანაირი ფარისევლური ბოდიში ამას ვერ უშველის. ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ყველა იმ უსამართლოდ ჩაგრული ადამიანის სახელით, რომელიც დღეს განსხვავებული აზრის გამო ან ციხეშია, ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ყველამ ვიცით, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც კი ეს საქმე თაროზე შემოიდება, მაგრამ მოვა დრო, რომ ყველა მოძალადეს გარდაულად მოუწევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებაში მიცემა. საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს თავად გიგა ფარულავა, რომელიც 26 ივნისს ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატის თავდასხმის სამიზნე გახდა. ფარულავა მიიჩნევს, რომ მართველი გუნდისთვის კრიტიკული და განსხვავებული აზრი მიუღებელია, რადგან მათ კონკრეტულ ფაქტებზე არგუმენტირებული პასუხები არ გააჩნიათ. გახარიას გუნდის დეპუტატი ადასტურებს, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას ის არ გამოუკითხავს. ცხადია, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული თავდასხმა, დანაშაული, რაც საზოგადოებამ ნახა აღსრულების ნაწილში. მოყვა იმას, როდესაც ჩვენი გუნდის წევრი გიორგი შარაშიძე გამოდიოდა ტრიბუნაზე, ასევე იყო პრემიერის ანგარიში, რომელსაც არ ჰქონდა კონკრეტულ მწვავე არგუმენტირებულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები. აქედან გამომდინარე იყო პროვოკაცია, რომელიც უკვე გადაიზარდა იმ ასე ვთქვათ ჯგუფურ ძალადობაში, რაც საზოგადოებამ მიხილა. მიმდინარე პროცესებში ქართული ოცნების პასუხისმგებლობას ხედავენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მათი შეფასებით სწორედ ხელისუფლება ახალისებს ქვეყანაში ძალადობას და ის, რაც საზოგადოებამ პარასკევს საქართველოს პარლამენტში იხილა, ქართული ოცნების რეალურ სახეს წარმოადგენს. კუნთმაგარი ივანიშვილის რეჟიმის სპაიკების მხრიდან ამგვარი ძალადობა ბევრ სხვა შემთხვევაშიც გვიხილავს პარლამენტის ხდომათა დარბაზში. ლოგიკა და სამართლიანობა მოითხოვს იმას, რომ როდესაც მზია ამაღლობელს სილის გაწნისთვის ციხეში ამყოფებ მრავალი წლით და უამრავ სხვა ადამიანს ნებისმიერი საბაბით ციხეში ამწყდევ ასევე მრავალი წლით, ადამიანი, რომელიც ღიად კამერების წინ პარლამენტის ხდომათა დარბაზში ძალადობს კოლეგაზე, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა მიეცეს პასუხისმგებლობაში. ძალადობა არის ქართული ოცნების მთავარი სავიზიტო ბარათი. იმის გარდა, რომ ეს პარლამენტი არის ლეგიტიმაციის არ მქონე, ჩვენ ხედავთ, როდესაც როგორ იქცევა ლეგიტიმაციის არ მქონე პარლამენტი. ესენი არიან კრიმინალური ბანდა. თქვენ წარმოგიდგენიათ, სად იქნებოდა გორდულაძე ან ვიღაც მაჭავარიანი, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, სადღაც რომელიმე უბნის ბირჟაზე. ეს იქნებოდა მათი კარიერის მწვერვალი, თუ გააჩერებდნენ ბირჟაზე. საბოლოო ჯამში ბირჟის კრიმინალები მოხვდნენ პარლამენტში და ადამიანებს, რომლებიც არიან უმცირესობაში, რომლებიც არიან უბრალოდ ორი კაცი იყო, ხო, იქ და მათ შორის ქალებსაც მუშტებს უშენდნენ. ეს არის მათი სახე. განსხვავებული მოსაზრება აქვთ თავად მართველ პარტიაში, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამტკიცებენ, პლენარულ სხდომაზე პროვოკაცია სწორედ გიგა ფარულავამ მოაწყო. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ფრაქცია საქართველოსთვის დეპუტატებს არამხოლოდ 26 ივნისს, არამედ პარლამენტში შესვლის დღიდან შეურაცხმყოფელი ტექსტებით გაჯერებული ლექსიკა აქვთ. ამ პროვოკაციის დამწყები იყო დეპუტატი ფარულავა, რომელმაც ხელი გაარტყა დეპუტატ ხელაძეს. როდესაც უკვე ბოდიში ამის პირდაპირ თქმისთვის დედის გინებაზე გადავა საქმე და ჭუბი ამტყდარია, იქ ეხლა რაღაცის გაკონტროლება არის ძალიან რთული და ქართველები ვართ ეხლა მართლაც ის ხო არ არის. მართლაც ხო არ გადავჯიშდით არა. როდესაც ესეთ დაძაბულ სიტუაციაში ჭუბი ატყდება და უკვე ვინმე ძალას გამოიყენებს, იქ რა თქმა უნდა რაღაცა პერიოდი სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. გვარს გადაცილებული ქცევა, რომელსაც არამხოლოდ იმ დღეს
სამწუხაროდ ჩვენ ვაკვირდებოდით დღიდან აი ამ რაღაც ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ჯგუფისა თუ ფრაქციის პარლამენტში შემოსვლიდან აი ეს რაღაც მოგიჟიანებული ლექსიკა აბსოლუტურად გაუგებარი შეგნებულად არ ვიცი მე გაჯერებული შეურაცხყოფელი ტექსტით და არ დაჯერდნენ ამ ყველაფერს და უკადრებელი იკადრეს, როდესაც მოხდა საკუთარ კოლეგაზე თავდასხმა. პირდაპირ ხელის მოქნევა და გარტყმეს, კარგად დაინახა ყველა. ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიში, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, ასეთია 26 ივნის საკანონმდებლო ორგანოში განვითარებული მოვლენების ზედაპირული შეჯამება. პარტია გახარია საქართველოსთვის წევრები გამოძიების დაწყებას ითხოვენ, თუმცა რა რეაგირება მოყვება მათ მოთხოვნას სამართალდამცველი უწყებების მხრიდან ჯერჯერობით უცნობია.